მხარ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მინდა თქვენც დაგისვათ ეს შეკითხვა. ქვეყანა გვექცევა თავზე, განაცხადა თქვენმა ყოფილმა კოლეგამ, ასევე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ქოცები, ნაცები და პრორუსულები. აი ასე დაყო მან ქართული პოლიტიკური სპექტრი და უსუფაშვილი მოუწოდებს მარგველაშვილს იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი და ერთად შევიდნენ ახალ ბრძოლაში. რა სიტყოდით ამ შეთავაზებაზე? მადლობა ინგა გადაცემაში მოწვევისათვის მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ტელემაყურებლებს და უპირველეს ყოვლისა გამძლეობას ვუსურვებ სვანეთის მოსახლეობას და იმედი მინდა ვიქონიო რომ ხელისუფლება ამჯერად ეფექტურად იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ არ იყოს მსხვერპლი და მაქსიმალურად მინიმიზება მოხდეს იმ ზიანის რომელიც მიადგა იმ მხარეს. მე არ ვიცი ნამდვილად რა არის ამის მიზეზი, მარტო სტიქია თუ ადამიანების მიერ ბუნებაში უხეში ჩარევა, ამიტომ ნამდვილად მაინც საითი ხრებით თქვენ. ცხადია ეხლა პროფესიონალების მოსაზრებას ელოდებთ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ამიტომ ხა არ მინდა რომ რაღაცა ეს გამომივიდეს, თქვათ დაუსაბუთებელი საუბარი, ზოგადად ჩემი პოზიცია მე ვფიქრობ რომ თქვენ და საზოგადოება მიცის, რომ მე ისეთ ხეობებში როგორიც არის, თქვათ თუნდაც სვანეთში, ლეჩხუმში, იგივე აჭარაში, აი ესე გაუაზრებლად ჰესების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს დიდი ჰესების მშენებლობა, გიგანტური ჰესების მშენებლობა ცვლის მიკროკლიმატს და შესაბამისად ძალიან ბევრ უბედურებას იწვევს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამჯერად მე არ ვიცი, აქ მხოლოდ სტიქია არის და ბუნება არის თუ ადამიანის ესე ვთქვათ უხეში ჩარევაც არის მიზეზი იმისა, რომ ასე ზარალდება მოსახლეობა. ნუ ნახოთ, ამას იმედია გამოძიება დაადგენს, ეხლა მთავარია ადამიანები იყვნენ უსაფრთხოდ. რაც შეეხება ასე ვთქვათ თქვენს შეკითხვას, ქვეყანა იქცევა თუ არ იქცევა, მე ამასთან დაკავშირებით არაერთგზის უკვე რამდენიმე წელია განცხადებას ვაკეთებ და არაერთგზის მithქვამს იმის თაობაზე, რომ რა თქმა უნდა ქვეყნის დაქცევაა, როდესაც სახელმწიფო ნიშნები ეკარგება. ქვეყანამ სახელმწიფოებრიობის ნიშნები უკვე კარგახანია დაკარგა და დაკარგა სწორედ ივანიშვილის და მისი თანაგუნდელების წყალობით. როდესაც გუნდმა, ადამიანებმა და სხვათა შორის იგივე საზოგადოებამ და მოსახლეობამ დაუშვა ის, რომ ქვეყნის ბატონ პატრონი კი არა, ბატონ პატრონი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბევრი მილიარდები ჰქონდა. როდესაც ყველა ძალაუფლების შტო ჩაუდეს ბიძინა ივანიშვილს ჯიბეში, მათ შორის მარგველაშვილის არჩევნებითაც პრეზიდენტად, ეს უკვე იყო თითეული იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ამას დაეთანხმა, ხელის მოწერა იმაზე, რომ ეთანხმებოდნენ სახელმწიფოს გაუქმებას. როცა 21 საუკუნეში ინგა ჩვენ ვიმართებით ფეოდალიზმის ცუდი პრინციპებით, კარგი ფეოდალის კი არა, ცუდი ფეოდალიზმის და ცუდი ფეოდალის პრინციპებით, ნუ რბილად რომ თქვათ, უხერხულია და თავი მოგვაქვს ქართველებს, რომ ცივილიზებული და ევროპულიერი ვართ, ერთი რომელი ევროპულიერი აიტანდა იმას, რომ არაფორმალურ მმართველს და მდიდარ კაცს ემართა მთელი ქვეყანა, თავის ხასიათზე დაენიშნა, მოეხსნა პრემიერ-მინისტრი, დაეყენებია პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არავინ არ იცნობდა ქვეყანაში და მერე დაეშანტაჟებია მოსახლეობა, რომ თუ არ მიცემთ 62% ხმას აღარ დაგეხმარებითო, რა ევროპულობაზე და რა ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ ახლა ემაზე ვლაპარაკობთ, რომ მაგრები ვართ ძალიან ქართველები. ძალიან დიდი ბოდიში. აი მაგრები ვიქნებით, როდესაც ამას არ შევეგუებით, აი მაშინ. და როდესაც სახელმწიფოს ავაშენებთ. და ჩვენ ჯერ სახელმწიფო ნამდვილად არ აგვაქვს დღევანდელი გადმოსახედიდან. თუნდაც ის რაზეც მე დღეს ბრიფინგი ჩავატარეთ, თქვენ ეს არ გამოგეპარებოდათ. როდესაც იმის შიშით რომ მარგველაშვილს უცებ არ მოუვიდეს თავში აზრად და სააკაშვილს არ მიცეს მოქალაქეობა, საკონსტიტუციო უფლებას არ თმევენ პრეზიდენტს. ის რომ სააკაშვილის დღეს ეშინია საქართველოს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, ეს ვისი ბრალია? საიდან მოგაქვთ დაუშვათ, რას ეფუძნება თქვენი განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის ან ქართულ ოცნებას შეიძლება ეშინია სააკაშვილის? შეგიძლიათ დამისახელოთ აი შემთხვევაში ყველა არჩევნებზე ეს გაიფიქრეთ, რომ ეშინიათ სააკაშვილის დაბრუნების?
ყოველ შემთხვევაში ქალბატონო ინგა ყველა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი წარმატებულად სააკაშვილის საფრთხობელას და ნაციონალურ მოძრაობის საფრთხობელას იყენებდა. ყველა არჩევნებში გვაშინებდნენ, რომ არიქა ეხა ბიძინა ივანიშვილს თუ არ მივცემდით ხმას, მაშინ სააკაშვილი მოვიდო და თუ მარგველაშვილს არ მივცემდით ხმას, ბაქრაძე და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებდა. ესე არ იყო, მე რამეს ვიგონებ? ის რომ დღეს საერთოდ ფაქტორი სააკაშვილის არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის ბრალი და მეტი არავის. რომ სამართლიანობა აღდგენილიყო ქვეყანაში, დღეს ეს ფაქტორი საერთოდ არ იქნებოდა, მაგრამ ეს მეორე თემაა. მთავარი თემა არის ის, რომ როდესაც ხელისუფლება ჩათვლის, რომ მას რაღაცა პრობლემა უჩნდება, როგორც როგორ გითხრათ, საკუთარ სამზარეულოში, არ ვიცი, რაღაცას რომ გაჭრიან, გადადებან, გადმოდებ ადამიანი, ესე ჩამოჭრიან კონსტიტუციას და უცებ გამოაცხადეს მეორე დღეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა შეუმცირდეს უფლებამოსილება კიდევ უფრო მეტად და ამჯერად ახლა მოქალაქეობის მინიჭების უფლებაც უნდა პრაქტიკულად აღარაფრის უფლება აღარ რჩება საქართველოს პრეზიდენტს. ისედაც უფლებო გააჩნია პრეზიდენტი ვინ იქნება, ამასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მარტო უფლებაც არ არის, ხა რა უფლებაც ქონდა, ისიც ვერ გამოიყენა მარგველაშვილმა. და მეორე თემა, აგერ გამოჩნდება კიდევ, ესე ვთქვათ, გამოიყენებს თუ არა თავის შესაძლებლობებს ბოლომდე, აბსოლუტურად გაუაზრებელი მოქმედებები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, როდესაც კვირიკაშვილს, ესე ვთქვათ, მიაყოლეს აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და იმდენად ემოციურად იღებს ეს ხელისუფლება გადაწყვეტილებას და იმდენად ერთმანეთს ასწრებენ, რომ არიქა და ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ და ვიღაცა მეტყობა სასწრაფოდ დაურეკა პატარაძეს, რომ არიქა სასწრაფოდ დაწერე განცხადება და წადიო, რომ კონსტიტუციაში არავინ არ ჩაიხედა და არ ნახა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ეხლა დაასახელოს აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მთავრობასთან წარუდგინოს ის აჭარის უზენაეს საბჭოს და თუ ორჯერ აჭარის უზენაესი საბჭო მის კანდიდატურას არ დაამტკიცებს, აჭარაში დაინიშნება ახალ-ახალი არჩევნები. თქვენ რით იხსნით, ქალბატონო ნინო, აი ესეც სწრაფ გადაწყვეტილებებს გეთანხმებით, ხო, ისეთი უცნაურია ხოლმე, როდესაც ვისმენთ განცხადებას, რომ მე ვიყავი წარმატებული, მაგრამ მივდივარ და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ეს გეთანხმებით, დაუშვათ ძალიან გაუგებარია თუ ხარ წარმატებული, უცებ რატომ მიდიხარ, ამას მე აღარავინ აღარ გვიხსნის, მაგრამ თქვენ რას უკავშირებთ? უკავშირებთ იმას, რომ სახელისუფლებო პარტიაში უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი ატარებს წმენდას, ისევე როგორც თავის დროზე კვირიკაშვილმა ჩაატარა წმენდა ღარიბაშვილის კადრებთან მიმართებაში. არა, ბახტაძემ რა უნდა ჩაატაროს, ან რა უნდა გაწმინდოს, ან რა არ უნდა გაწმინდოს, ინგა ეხა მე და თქვენ ხომ სერიოზულად საუბრობთ. ბახტაძე ერთნაბიჯს გადადგამს ბიძინა ივანიშვილის გარეშე და თქვენ გჯერათ ეხლა რომ პატარაძე ბახტაძემ გადააყენა? ბახტაძემ დაურეკა და უთხრა წადიო? ნუ ეხა მე არ ამგონია რომ ვინმეს ასეთი ზღაპრების სჯერა. ბახტაძე გააკეთებს ყველაფერს იმას, რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა მრჩეველი არც ერთს და არც მეორეს ნორმალური არ აყავს და შესაბამისად მიიღეს ის აბსოლუტური კაზუსი, რომელშიც ეხლა აღმოჩნდება. თუ ეხა მარგველაშვილს ოდნავ მაინც რაიმეს თავი აქვს და ოდნავ მაინც უნდა რომ პრეზიდენტს რაღაცა, ესე ვთქვათ, ელემენტარული ავტორიტეტი შეუნარჩუნოს და ნამდვილად უნდა წარადგინოს დამოუკიდებელი საკუთარი კანდიდატურა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. და მე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ძალიან ვეჭვობ რომ ესე არ მოხდება. კარგი, დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული. ალბათ, ინგა, უკაცრავად მე პრინციპში არ უპასუხებ თქვენს კითხვას, რაზეც იყო საუბარი. იცით რა, მე ერთი რამე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეხლა სწორედ წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან ადეკვატური იყოს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ლაპარაკობს, რომელიც ეჭვი არ მეპარება გულწრფელად ქვეყნის გადარჩენაზე ლაპარაკობ. ჯერ ერთი სანამ არ დამთავრდება, ესე ვთქვათ, ხელოვნური პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკოსების დაყოფა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არაფერი არ ეშველება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ისიც მინდა გითხრათ, მე არ ამგონია, რომ მარგველაშვილი ის ფიგურა არის დღევანდელი გადმოსახედიდან, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ნახოთ რას გააკეთებს აჭარასთან მიმართებაში, რომელიც შეძლებს საზოგადოების კონსოლიდაციას. როდესაც ლაპარაკი არის ისეთ საფრთხეზე, როცა ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანა ინგრევა,
და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანა უბედურ მდგომარეობაშია, საზოგადოების და პოლიტიკური ძალების დაყოფას პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით თავი უნდა დავანებოთ. მეორე თემა არის, როდესაც შენ ანუ რაზეც საუბრობდა დავით უსუფაშვილი, ამას გულისხმობთ? დიახ, მაგას გეუბნები. ნაცები, უკაცრავად ხოცები, ნაცები და პრორუსული ძალები. ესეთი დაყოფა მოახდინა. იცი რაშია საქმე? მე გავყოფთი ესე, პოლიტიკური ძალები, რომელთაც დანაშაული აქვს ჩადენილი და პოლიტიკური ძალები, რომელთაც დანაშაული ჩადენილი არ აქვს. ახლა პრორუსულებზე ბევრს მაინცა და მაინც არ ვილაპარაკებ. დღეს აღარ გვაქვს სამი სამწუხაროდ, დიახ. გასაგებია, ახლა ეს ესე ვთქვათ, ხელოვნური დაჯგუფება სრულიად და ისიც მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვთქვა, იცით, აი თურმე რუსეთი გვანგრევს. რუსეთი კი არა, ჩვენ ვანგრევთ საკუთარ ქვეყანას და ჩვენ ვანგრევთ ჩვენი აი ამ შეუთანხმებლობით, ამ მუდმივად ერთმანეთის გაჯიბრებით, ამ მუდმივად რაღაცა აჩემებებით და აკვიატებით. ჩვენ ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას და თუ ამით რუსეთიან რომელიმე სხვა სახელმწიფო სარგებლობს, ამას სხვას კი ნუ დავაბრალებთ, საკუთარ თავს დავაბრალოთ. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ოღონდ მაშინ, როდესაც მართლა რეალისტურები ვიქნებით და როდესაც მართლა იმ ფიგურებს შევთავაზებთ და დაუჭერთ მხარს თანამდებობის დაკავებაზე და გვერდში დაუდგებით, რომელთაც რეალურად ქვეყნის გადარჩენა შეუძლიათ და რომელთაც ელემენტარულად არ შეეშინდებათ ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. ნამდვილად გამოსავალი არ იქნება. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რეკლამის შემდეგ კი საინტერესო